რა არის ინდიკატორი, რისთვის და როგორ ვიყენებთ და რომლებს ვიყენებ პირადად მე ვაჭრობის დროს. მოგესალმებით მეგობრებო, მე ვარ GeoTrader და დღეს როგორც შეპირებული მქონდა ვილაპარაკებ ინდიკატორებზე. დავიწყოთ იმით ზოგადად რა არის ინდიკატორი. ეს არის დამხმარე ხელსაწყო, რომელიც აწარმოებს გათვლებს გარკვეული ფორმულით ფასის გრაფიკის ისტორიაზე დაყრდნობით. საჭიროების შემთხვევაში ზოგი პარამეტრის შეცვლა შეუძლია თავად მომხმარებელს, რის შემდეგაც ინდიკატორი ედება გრაფიკს და გვიჩვენებს გარკვეულ მონაცემებს. ინდიკატორები იყოფებიან ორ ჯგუფად: ტრენდულები და ოსცილატორები. ტრენდულ ინდიკატორებს, როგორც მიხვდებოდით სახელწოდებიდან, იყენებენ ტრენდის დროს. მათი უმრავლესობა აგებულია ინდიკატორ Moving Average-ზე, ანუ მცოცავ საშუალო ხაზზე, რომელსაც აქტიურად იყენებენ სხვადასხვა სავაჭრო სტრატეგიების ასაწყობად. ტრენდული ინდიკატორების დიდ მინუსად ითვლება დაგვიანებული მონაცემების მიწოდება. ყველაზე პოპულარული ტრენდული ინდიკატორები არიან Moving Average, Bollinger Bands, Ishimoku. ინდიკატორების მეორე ჯგუფს წარმოადგენენ ოსცილატორები. მათი დიდი უპირატესობა ტრენდულ ინდიკატორებთან შედარებით არის ის, რომ მონაცემებს ვიღებთ რეალურ დროში დაგვიანების გარეშე. ოსცილატორებისგან ვიღებთ ძალიან მნიშვნელოვან ინფორმაციას, როდისაა ესა თუ ის აქტივი გადაჭარბებით გაყიდული ან ნაყიდი. შესაბამისად, პირველ შემთხვევაში ჩვენ ვყიდულობთ, ხოლო მეორე შემთხვევაში ვყიდით, მაგრამ ამას არავითარ შემთხვევაში არ ვაკეთებთ მხოლოდ ერთ ინდიკატორზე დაყრდნობით, ვინაიდან ამის შედეგი იქნება დეპოზიტის დაკარგვა. ყველაზე პოპულარული ოსცილატორები არიან RSI, სტოხასტიკი, ATR. ახლა გადავიდეთ იმაზე, რომელ ინდიკატორებს ვიყენებ მე ვაჭრობის დროს. პირველი და ყველაზე მთავარი ჩემთვის არის მოცულობების ინდიკატორი. ვინაიდან ჩემი ტრეიდინგის ობიექტი არის კრიპტოვალუტა, ძალიან მნიშვნელოვანია ვიცოდე გარკვეულ ტაიმფრეიმზე რა მოცულობა გავიდა. სხვადასხვა აქტივებზე მოცულობები განსხვავდება აქტივის ფასიდან გამომდინარე. თუ 5 წუთიან ტაიმფრეიმზე ბიტკოინის საშუალო მოცულობაა 100 მონეტაა, altcoin Shiba Inus-თვის ეს რამოდენიმე მილიარდი მონეტაა. ასეთი განსხვავება, როგორც ვთქვი, მათი ფასიდან გამომდინარეა. მეორე ინდიკატორი, რომელსაც აქტიურად ვიყენებ, ეს არის RSI. როგორც უკვე ვთქვი, ის გვიჩვენებს, როდისაა აქტივი გადაჭარბებით გაყიდული ან ნაყიდი. აი ესაა ის ორი ინდიკატორი, რომლებსაც აქტიურად ვიყენებ. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ პოზიციაში შევდივარ მხოლოდ ამ ორ ინდიკატორზე დაყრდნობით. არავითარ შემთხვევაში, ჩემთვის მთავარია მქონდეს მინიმუმ 3 სხვადასხვა ფაქტორის დასტური. ესენი არიან ინდიკატორი, ტექნიკური ანალიზი და price action-ი. თუ ეს 3 ფაქტორი ერთმანეთს არ ეწინააღმდეგება, მხოლოდ მაგ შემთხვევაში ვახორციელებ გარიგებას. ზოგადად არსებობს უამრავი ინდიკატორი. მათი უმრავლესობა წარმოდგენილია Trading View-ზე. გეტყვით მეცაც. Trading View-ზე თქვენ შეგიძლიათ იპოვოთ ასევე აწყობილი სტრატეგიებიც, მაგრამ ნუ იჩქარებთ მათ გამოყენებას რეალურ ანგარიშზე. მზა ან თქვენს მიერ აწყობილი სტრატეგია ყოველთვის დატესტეთ ჯერ დემო ანგარიშზე და შემდეგ, როცა დარწმუნდებით მის ეფექტურობაში, გადადით რეალურზე. ამ ყველაფრიდან დაიმახსოვრეთ მთავარი. არც ერთი ინდიკატორი არაა 100%-იანი სიგნალის მომცემი, თუნდაც ფასიანი. სხვა შემთხვევაში ლოგიკურად ყველა მილიონერი იქნებოდა. ინდიკატორი მხოლოდ და მხოლოდ დამხმარე ხელსაწყოა. ამით დასასრულს მიუახლოვდა მორიგი გაკვეთილი. თუ გაქვთ კითხვები, დამიტოვეთ კომენტარებში, სიამოვნებით გიპასუხებთ. თუ მოგწონთ არხი და გინდათ მხარი დაუჭიროთ მას განვითარებაში, მაშინ საჭიროა მხოლოდ 3 მარტივი ქმედება. ეს არის ლაიქი, გამოწერა და ზარის ღილაკის ჩართვა. ამ თქვენი აქტიურობით YouTube რეკომენდაციას გაუწევს არხს და ჩვენ უფრო მეტნი და მეტნი გავხდებით. მეგობრებო, ყველას უდიდესი მადლობა ყურადღებისთვის, გისურვებ ჯანმრთელობას და პროფიტულ დღეებს. მომავალ შეხვედრამდე.